სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთანაც ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ მოგვიახლოვდა ნათლისღების საუფლო დღესასწაული. ნათლისღება არის კარი ეკლესიის მაცხოვნებელი წიაღისა, როდესაც ჩვენ ვინათლებით. ეს არის პირველი საიდუმლო, საეკლესიო საიდუმლო, რომელიც ჩვენზე აღსრულდება. ესე იგი, გარეშე ამ საიდუმლოსი ჩვენ სხვა საიდუმლოებებში მონაწილეობას ვერ ვღებულობთ, როგორიც არის მირონცხება, სინანულის საიდუმლო, ზიარების, ქორწინების, თუ ზეთის კურთხევის თუ მგლობის საიდუმლო. ჩვენ ნათლისღებით შევდივართ აი ამ კარში, რომელიც არის კარი მაცხოვნებელი წიაღისა, ანუ ეკლესიისა. და მაგრამ შევდივართ არა ისე, რომ ავტომატურად ჩვენ ქრისტიანები ვხდებით იმ გაგებით, რასაც ახლა მე ვიტყვი, ესე იგი, აი ქრისტიანობა ხო არის ქრისტეს მიმდევრობა. ქრისტეს მიმდევარი ხდებით ჩვენ. და ამ პირობასაც ვაძლევთ უფალს, რომ განვეშორებით ეშმაკს, ყველა მის საქმეს, ყველა მის ცოდვას, ყველა მის ურჯულოებას და შეუდგებით ქრისტეს, ანუ გავყვებით ქრისტეს, როდესაც ჩვენ ვინათლებით, ამას ვამბობთ ღვთის წინაშე. და ეგ იმას ნიშნავს, რომ ადამიანი თუ ცდილობს, რომ ნათლობის შემდგომ ქრისტეს ცნებებით იცხოვროს და ქრისტეს მიბაძოს, ეგ ნიშნავს, რომ მართლაც ქრისტიანობის გზაზე დამდგარა ადამიანი. აი მირონი რატო ეცხება ადამიანს? ნახეთ, მირონის ცხების დროს მღვდელი ამბობს, ბეჭედი მონიჭებულარ სულისამიერ წმინდისა. ან ეს არის სული წმინდის ნიჭი, რომელიც ადამიანს ეძლევა, რათა შეასრულოს და ესე იგი შეასრულოს ის პირობა, რაც დადოდა, მოიპოვოს სათნოებები, ანუ მიბაძოს ქრისტეს, სხვანაირად ის ამას ვერ გააკეთებს. სული წმინდის მადლი ენიჭება მას, რომ აი ამ ასპარეზზე მან შეძლოს ქრისტესკენ მიმავალ გზაზე სვლა, ესე იგი და თუ ადამიანი მხოლოდ მოინათლება და არ ცდილობს იმ პირობის შესრულებას, რაც დადო, რომ ეშმაკს განეშორება და მის ურჯულოებას და შეუდგება ქრისტეს და შეითვისებს სათნოებებს, თუ ამ გზაზე არ დგება და ამას არ აკეთებს, მაშინ ეგ თქვენ უნდა ვიფიქროთ, არის კი ის ქრისტიანი, ვინც ქრისტეს არ ბაძავს, არის კი ის ქრისტიანი, ან ქრისტეს რაში მიბაძოს თუ არ იცის ადამიანმა, როგორ შეიძლება ის ქრისტიანი იყოს? ანუ ქრისტე რას გვასწავლის ეს თუ არ ვიცით? ქრისტე როგორ მოქმედებდა და ჩვენს ადგილზე როგორ იმოქმედებდა ეს თუ არ ვიცით? მაშინ გამოდის, რომ რაში მივბაძოთ, ისიც კი არ ვიცით. და მაშინ როგორ მივბაძავთ? და თუ არ მიბაძავ, არ იქნები ადამიანი ქრისტიანი. ამიტომაც აი თავის მოტყუება არის ხო ის მხოლოდ, რომ ჩვენ აი ქრისტიანები ვართ, გვწამს და კაცმა რო გკითხოს რა გვწამს, ვერ ვეტყვით რა გვწამს. აი როდესაც ჩვენ ნათლიათ ვდგებით, ესე იგი, იქ ძალიან დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენმა ნათლმა რო გკითხოს, რომ ჩვენ რა გვწამს, ნათლი მოვიდეს და გკითხოს, ჩვენ რა გვწამს ახლა? კი მოვინათლეთ, კი რაღაცა, მაგრამ რა გვწამს? ჩვენ ვეტყვით, რომ ღმერთი უნდა გვწამდეს. მაგრამ ეგრე ღმერთი იტყვის, ყველას თავისი ღმერთი ყავს და ჩვენ როგორი ღმერთი გვწამს, რო გკითხოს, როგორია ჩვენი, როგორც მართლმადიდებლების სწავლება ღვთის შესახებ და მაშინ ნათლია უკვე აღარაფერს ვეღარ იტყვის. სამწუხაროდ ვერ იტყვის, ვერ ეტყვის თავის ნათლს მართლმადიდებლური სწავლების თუნდაც საფუძვლებსაც ვერ ეტყვის ხშირ შემთხვევაში. და გამოდის, რომ ნათლიამ კი აიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ არც კი ქონდა გაცნობიერებული ეს პასუხისმგებლობა და ისე აიღო. არადა ჩვენ ყველას რამდენი ნათლული გვყავს, იმდენი ნათლულის გამო ხო მოვალე ვართ ღვთის წინაშე. მოვალე ვართ ამ ნათლულების მშობლების წინაშე და თავად ამ ნათლულების წინაშე, იმიტომ რომ ჩვენ ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა და
ჩვენ ამის შესრულებაზე უნდა ვიფიქროთ, ესე იგი. ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება უფრო იოლია, თუ ახლოს ცხოვრობს და ურთიერთობა გვაქვს ამ ოჯახებთან. ზოგ შემთხვევაში უფრო რთულია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც შეუძლია ადამიანს, ის უნდა აკეთოს და არ უნდა ჩათვალოს, რომ ეს არ ევალება მას. აი ჩვენ თითოეულს გვევალება, რომ ჩვენს ნათლულებზე ვიზრუნოთ, ესე იგი და ჩვენი ცხოვრების წესითაც მაგალითი მივცეთ მათ, ჩვენი ლოცვითაც შევეწიოთ მათ და სიტყვითაც რაღაცა უთხრათ, ვასწავლოთ რა არის ქრისტიანობა. ჩვენ ეს გვევალება, როგორც ნათლია, ჩვენ სხვა მოვალეობა არ აქვს. ჩვენ ზოგჯერ თავს ვიმშვიდებთ იმით, რომ აი რაღაცა საჩუქარი მიუტანეთ თუ რაღაცით გავახარეთ თუ კანფეტები იყო თუ რაღაცა. ეს არ არის ნათლის მოვალეობა. თუ ამასაც იზავს ნათლია იმის შემდგომ ჯერ თავის მოვალეობას რომ შეასრულებს, მერე თუ ამასაც გააკეთებს, კი, ეს უკეთესი იქნება. უფრო მეტად ეყარება ნათლუსაც თავისი ნათლია, მაგრამ თუ მხოლოდ ამას გააკეთებს და იმას არ ასწავლებს, რაც თავარია, კი, ეყარება ნათლუს თავისი ნათლია, მაგრამ ნათლია ვერ გაუკეთებს იმას, რაც ევალებოდა. ესმით და ამიტომაც აი თვითონ მშობელმაც ნათლის შერჩევის დროს უნდა ესე იგი გაითვალისწინოს ეს ყველაფერი, რამდენად შეუძლია ადამიანს, რომ შვილს ნათლიობა გაუწიოს. მით უმეტეს იმ დროს, სანამ ეს ბავშვი აი მოძღვართან ურთიერთობას ისწავლის. ახლა მოძღვართან ურთიერთობას რო ისწავლის და მერე უკვე მოძღვრის რჩევა-დარიგებით ცხოვრობს, თითქოს ნათლის მოვალეობა იმდენი აღარ არის, რამდენიც მანამდე იყო, იმიტომ რომ მას უკვე მოძღვარი ყავს და დაარიგებს და ეტყვის და ღვთის მცნებას ასწავლის, მაგრამ აი იქამდე კი ნათლიას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს. მერეც, მაგრამ მანამდე უფრო რაღაცა ალბათ საჭიროა. არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომ ესე იგი ძალიან პატარა ბავშვებს უნდათ რომ ვიღაცა მოანათლინონ და ამაში ასკარად ჩანს არასერიოზული დამოკიდებულება ხოლმე თვითონ აი ამ საიდუმლოს მიმართ, ესე იგი როგორ შეიძლება 10-11 წლის ბავშვს უშად ვიღაცა მოანათლინო. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ 7 და 4 წლის ბავშვები უნდათ ხოლმე რომ ვიღაცას დაუყენონ ნათლიად. აქ ჩანს სრულიად გაუაზრებლობა აი ამ ხელა პასუხისმგებლობისა და ის რაც ჩვენ გვიჭირს რომ ვიტვირთოთ უფროსებს, იმ ბავშვს არ უნდა აღკიდოს ადამიანმა ის ტვირთი. თან მისდა გაუცნობიერებლად. ხოდა აი დღევანდელ სახარებაში როგორ ეწერა რომ შეინანეთო რამე თუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა. ის ნათლისღებად ადამიანს ცოდებს მიუტევს. მაგრამ როდესაც ჩვენ ცხოვრობთ, არ არსებობს ერთი დღე იცხოვროს კაცმა, როგორც წმინდა წერილი ამბობს და მან ცოდვა არ ჩაიდინოს. ამიტომ ის სამოსი, ჩვენი სულიერი სამოსი ისვრება ჩვენი ცოდვებით. და სინანული არის ის შესაძლებლობა ღვთის მიერ მოცემული, რითაც შეიძლება ეს სამოსი კვლავ განსპეტაკდეს. და უფალი გვეუბნება წინასწარმეტყველის პირით, რომ ესე იგი მეწამულიც რომ იყოსო თქვენი ცოდვებიო, მატყლის ფითილასავით გავხდიო, განვასპეტაკებო. მაგრამ ადამიანმა უნდა შეინანოს, როგორი ცოდვაც არ უნდა ჰქონდეს, თუ ის შეინანოს, მისი სულიერი სამოსი გასპეტაკდება, ესე იგი გასუფთავდება და უფალს შეუძლია ეს და უფალს რომ შეუძლია ნახეთ ანდრია კრიტელის დიდი კანონი რომ იკითხება ხოლმე დიდი მარხვის დასაწყისში სინანულის კანონი როგორ შედარებას აკეთებს მინდა ანდრია კრიტელი ნახეთ ვინც დაკვირვები ხართ მაგალითად მოყავს მოსე წინასწარმეტყველი მოსეს როდესაც უმეტი გზავნის ეგვიპტეში რომ თავისი ხალხი გამოიხსნას მოსე ეუბნება რომ როგორ შეძლებს ამას ესე იგი და უფალი ეუბნება რომ უბეში ჩაიყავიო ხელი და უბიდან რომ ხელი ამოიღო სრულიად დაწმულებული ჰქონდა კეთრით იყო დაავადებული ესე იგი ეს ხელი სულთლად თეთრი იყო წმინდა წერილი ამას ამბობს
მერე ისევ ჩაიყავიო უბეშიო და ხელმეორედ რა მოიღო სრულიად ჯანმრთელი იყო ეს ხელი და წმინდა ანდრია კრიტელი ამ შედარებას ამბობს რა უფალსო ასე შეუძლია ადამიანის სული რომ განკურნოს ანუ იქ მოსეს დაანახვა რომ რისიც ეშინოდა და რო ვერ მიდიოდა რო ღმერთი შეაძლებინებდა მაგრამ აი ეს სულიერი გაგებით კიდე აი ესეთი კეთროვანიც რო იყოს ადამიანის სული უფალს შეუძლია რომ ეს განასპეტაკოს და სრულიად განკურნოს ესე იგი მაგრამ აქ ადამიანის მონდომება არის ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება ზოგიერთი ცოდვა მაშინვე არ მოცილდეს ადამიანს აქ ერთი რამეა რომ ადამიანი რამდენად გულმოდგინეა რომ ეს ცოდვა მოიშოროს და რამდენად აწუხებს რამდენად ეჯავრება ეს ცოდვა და რამდენად ხშირად ამბობს ახსარებას რომ ეს მოიცილოს და მეორე კიდე ღმერთზეა დამოკიდებული მანიცის როდის განკურნავს ადამიანს და სანამ განკურნავს ადამიანს ესე იგი ეს ცოდვა ზოგჯერ ადამიანს ხო უფრო დიდი ცოდვისაგანაც შეიძლება იცავდეს აი ხო უფრო დიდი რა შეიძლება იყოს უფრო დიდი შეიძლება აპარტავნება იყოს რომელზე დიდიც უკვე სხვა მეტი არაფერი აღარ არის აი ეს არის ყოველგვარი ცოდვის საფუძველი ანგელოზი ამის გამო იქნა გადმოგდებული ზეციდან და ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს რადგან მხოლოდ აპარტავნების გამო იქნა ანგელოზი გადმოგდებული ზეციდან გავბედაო და ვიტყვიო რომ მხოლოდ სიმდაბლის გამოც შეიძლება ცხონდეს ადამიანი აი ახლა სათნოებაა ეს სიმდაბლე და სხვადასხვა ერთ-ერთი ქადაგებაში პატრიარქი ამბობდა რომ სხვადასხვა ცოდების განკურნებაშიო სხვადასხვა წმინდანები ჩვენ გვეხმარებიანო მაგრამ ამ პარტავნების განკურნება მხოლოდ ყოლა წმინდა სამებას შეუძლია სხვა ვერ გვიშველისო ამაში ხო და ესე იგი აი ადამიანმა რომ სიმდაბლე შეინარჩუნოს როდესაც ამა თუ იმ ცოდვისაგან იკურნება ჩვენ უნდა დავინახოთ ღვთის ხელი რომ მან განკურნა და არა ის რომ ჩვენ ვაჯობებთ ჩვენს თავს ან ვიღაცაზე კარგად გავაკეთეთ იმიტომ რომ თუ ეს ნარჩუნდება ჩვენში ეს სიამაყე შეიძლება ის ცოდვა კვლავ გაგრძელდეს რატო იმიტომ რომ აი ეს სიამაყე არ შემოგვეყარს შეიძლება ღვთის განგებულებით ასეთი რამეც მოხდეს არაერთხელ მომხდარა ესე იგი რომ ასეთი შემთხვევა მაგალითად წმინდა ივანე დამასკელი ასეთ რაღაცას აღწერს თავის წიგნში მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა ეს ძალიან დიდი ნაშრომია და ასეთ რაღაცას ამბობს ახლა მე პერიფრას ვიტყვი ესე იგი ზოგჯერ შეიძლება ადამიანი რაღაცა ცოდვით იყოს ესე იგი დასნეულებული და მოხდეს ისე რაღაცა მაგრამ არ ნანობდეს ამას და აი მიდიოდეს მისი ცხოვრება თუნდაც აი ამპარტავანი იყოს ძალიან ამაყი და ამპარტავანი იყოს პატივმოყვარე და თითქოს ისეთი არაფერი არ ხდება მაგრამ ხდება ის რომ შეიძლება რაღაცა დიდ ცოდვაში ჩავარდეს ეს კაცი აი შეიძლება კაცის გulis ცოდვაში ჩავარდეს თუ ბრუშობის ცოდვაში ჩავარდეს ხო ღვთისგან დაეშვას ამ ადამიანზე რატომ იმიტომ რომ ის რასაც არ ნანობდა ამ პარტავნებას ის ძალიან დიდი ცოდვაა და შეიძლება დაეღუპა ამ ადამიანს ამ ცოდვას ეს ადამიანი და როდესაც რაღაცა ისეთ ხორცელ ცოდვაში ჩავარდა რომელიც უკვე თვალსაჩინოთაც კი არის შეიძლება ამას სინანულში ჩააგდოს და ამ პარტავნებისგანაც განკურნოს ხო და ამიტომ აი რაც უფრო მეტად ადამიანი სიმდაბლით შეხედავს საკუთარ თავს არა და ღმერთს მიაწერს რაც ჩვენში რაღაცა სიკეთე არის მით უფრო დაცული იქნება ამა თუ იმ ცოდვისაგან და მით უფრო მალე განიკურნება იმიტომ რომ ესეც უფლის სიტყვებია რომ ამ პარტავნთა შემოსრავს ღმერთი ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი თუ ადამიანი აპარტავნობს მას რაღაცა გამოუჩნდება სადღაც ფეხს ამოკრავს სადღაც წაიქცევა მაგრამ თუ ადამიანი თავმდაბალია და ღმერთი მას მადლს მიანიჭებს
რა საცდურის წინაშეც არ უნდა დადგეს, ის იმ საცდურს გადალახავს. როგორი საცდურის წინაშე დადგა მაგალითად ლოტი, რომელიც სოდომ გომორში ცხოვრობდა. როგორი საცდურის წინაშე იყვნენ ნოე და მისი შვილები, მის გარშემო ყველა გარყვნილი იყო და წარღვნაც ამიტომ მოხდა. მაგრამ ისინი რადგან ღმერთზე იყვნენ მინდობილი, ღმერთმა დაიცვა. ნოე დაიცვა იმით, რომ კიდობანი ააგებინა და ესე გადაურჩა ნოე და თავისი ოჯახი, ლოტი კიდევ სოდომ გომორიდან გამოიყვანა და შემდეგ დაიცვა ის ადგილები. როდესაც ადამიანს აქვს სიმდაბლე, შეიძლება ცოდის ბუდეში ცხოვრობდეს, მაგრამ ღმერთმა აი ამ მადლით, თავისი მინიჭებული მადლით დაიფაროს იგი და არ ჩავარდეს ამ ცოდვაში. ჩვენ ვიტყვით ესე იგი, რომ აი დღეს სხვა დროა, 21 საუკუნეა და შეუძლებელია რაღაცა ცოდვაში არ იყო ჩაძირული. განა ისეთი რა არის, სოდომ გომორში რო იყო. მაგრამ ლოტი იქ ცხოვრობდა და წმინდად შეინარჩუნა თავისი თამა. აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესე იგი შესაძლებელი ყოფილა. შესაძლებელი ყოფილა, რომ მართლა ცოდის ბუდეში იცხოვრო. თან ახლა ნახეთ როგორი რაღაცა იყო, ძალიან მნიშვნელოვანი რა. ანუ გამოსწორების ნიშანწყალი რო არ ქონდა სოდომ გომორს, იმიტომაც ცეცხლის წვიმა წამოვიდა სოდომ გომორში და რა არის ერთ-ერთი ნიშანი, რომ ესე იგი გამოსწორების ნიშანწყალი არ არსებობდა. იქ ადამიანები არ შეინანებდნენ. ძალიან მოკლედ ვიტყვი, ესე იგი, როდესაც ორი ანგელოზი ჩადის სოდომ გომორში, მანამდე ისინი აბრაამთან იყვნენ და ორი ანგელოზი რომ ჩადის, ორი ადამიანის სახით, ეს სოდომ გომორის მოსახლეობა გარს შემოერტყმება ლოტის სახლს, ლოტი მათ თავის სახლში შეიპატიჟებს. აბრაამიც ასე იყო, თავის კარავთან იჯდა და ყველას თავის სახლში შეიპატიჟებდა, რომ ფეხი დაებანა, რომ გამასპინძდებოდა და გაეშვა ესე, მაგრამ ლოტიც თავის კარიბჭესთან ზის, ქალაქის კარიბჭესთან. ოღონდ არა იმიტომ, რომ ვიღაცა შეიპატიჟოს სახლში და დააპუროს თუ სხვა, არამედ იმიტომ, რომ უთხრას, რომ სოდომ გომორში არ შევიდნენ. რომ უთხრას, ეს ასეთი გაუბედურებული ქალაქია და რომ გასცილდნენ იმას და წავიდნენ, მაგრამ თუ მაინც ვიღაცა მოიწადინებს, რომ მათ ქალაქში შევიდეს, მაშინ ისინი უეჭველად თავის სახლში მიყავს, რომ გადაარჩინოს. ხო და ესე წაიყვანა ეს ორი ანგელოზი და იქ მიდიან ეს გაუკუღმართებული ხალხი, რაც არის სოდომ გომორის ცოდვა, ხო? და მიდიან და ლოტს ეუბნებიან, რომ გამოგვიყვანეო ეგენი, უნდა შევიცნოთ. და ესე იგი, რატო ამბობდი, იქ ახალგაზრდები არიან მოსული და მოხუცებიც არიან მოსულები. მოხუცები რატო არიან იცით მოსულები? აინტერესებთ, რომ როგორი ნამდვილი სოდომელები იზრდებიან მომავალი თაობა. ანუ მართლაც თუ არიან იმ უზნეობის გამგრძელებლები, რაც იყო სოდომ გომორში გამეფებული და ამიტომაც ჩანს, რომ ნიშანწყალი არ არსებობდა გამოსწორების. რატო? იმიტომ, რომ მოხუცებული თაობა ცდილობდა, რომ მომავალი თაობაც ეგეთი გაზრდილიყო. აი მაგალითად, ვიღაცა რომ ნარკომანობს, მან იცის რა ჭაობშია და ცდილობს, რომ თავის შვილს მაინც უთხრას, რომ შენ ეგრე არ გააკეთო შვილო. აი მე ხო ხედავ როგორ ვიღუპები და თავის შვილს მაინც უშლის და ესენი კიდე თვითონ რა ჭაობშიც იყვნენ, მომავალ თაობასაც აკვირდებოდნენ, აბა ხო ესენიც აქ არიან, ხო არ გადაუხვიეს ჩვენი მთავარი გზიდან, ესე იგი და ამიტომაც მათ გამოსწორება არ ქონდათ. და ლოტი გამოიყვანა იქიდან და ეს ქალაქები კიდე დაიწვა. და თურმე შეიძლება, რომ ადამიანი ცხოვრობდეს სოდომ გომორში და სუფთად შეინარჩუნოს თავისი თავი. სადაც ადამიანს ღვთის მადლი დაიცავს, იქ ყველაფერი იქნება კარგად. მაგრამ შეიძლება ადამიანი სამოთხეში ცხოვრობდა, სამოთხეში არ ცხოვრობდა, ევამ გადაწყვიტა, რომ რა უნდოდა იმ შეკითხვაზე პასუხის გაცემას, რომ ღმერთმა მართლა ყველა ხისგან აუგზალა თუ ერთი ხისგან აუგზალა. ეშმაკი მიდის ნახევარი სიმართლით, ნახევარი ტყუილით და ასე იწყებს ადამიანთა საუბარს და ევას უნდა ეკითხა, გამოეჩინა სიმდაბლე, ესე იგი და ეკითხა ადამისთვის,
ეს ფიქრი რომ მოვიდა და მარტოს არ უნდა გაეცა პასუხი. და გამოდის რომ რა 60-ში შეიძლება ადამიანი დაეცეს და სოდომ გომორში შეიძლება ადამიანი არ დაეცეს. ესე იგი, სადაც არის მადლი ღვთისა, სადაც არის სიმდაბლე, სადაც არის მორჩილება, იქ ადამიანი გადარჩება და იგივე უთხრა ანტონი დიც. როდესაც მან ხილვა იხილა, რომ მთელი დედამიწა საცდურებით იყო, როგორც ბადით დაფარული. და ვინ გადაურჩებაო? და უფალმა უთხრა, გადაურჩებაო მხოლოდ თავმდაბალი და მორჩილი. და ვერც კი შეეხებიან მას ეს საცდურები. ამ პარტავანი კაცი ვერ გადაურჩება. ეხლა თქვენ რომ სოფელში ბალახს რომ თიბავთ, რომელი ბალახი გადარჩება ხოლმე მოჭრისაგან, რომელიც მიწას არის გართხმული. თავაწეული ვერ გადარჩება ხოლმე, პირველი ის იჭრება. ხო და აგაც ესე ამ პარტავანი კაცი თავაწეული ის ვერ გადარჩება. და როგორც ნათქვამია, ამ პარტავანთა შემოსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი და ღმერთმა მოგვანიჭოს სიმდაბლე და აი ამ სიმდაბლის მადლმა უნდა გადაგვარჩინოს ჩვენ. სხვა გადარჩენა არ არის, მაგრამ სიმდაბლით და მორჩილებით უნდა გადარჩეს ადამიანი. წინასწარ გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს და ღმერთმა ძალა მოგცეს ყველას, რომ ჩვენც ის პირობა ღვთის წინაშე დადებული პირნათლად შევასრულოთ, ვეცადოთ და ჩვენს ნათლებსაც მივეხმაროთ აი ამ პირობის შესრულებაში, რომელი პირობაც ჩვენს ნათლებთან ერთად დავდეთ. და შეიძლება ითქვას, მათ მაგივრათაც კი დავდეთ, იმიტომ რომ 40 დღის ბავშვმა რა პირობა უნდა დადოს. ამიტომ ნათლია იღებს ამ პასუხისგებლობას. ჩვენთან არის ღმერთი.